დღეს შემოძვირფასებო, ვისაუბრებ ძველ სიბრძნეზე. თუ როგორ შეიძლება დაგიბრუნდეს დახარჯული თანხა. ზოგი თვლის, რომ ფული უბრალოდ ფულია, თუ გინდა იშოვე, თუ გინდა დახარჯე. მაგრამ ებრაული ფინანსური სიბრძნე და სწორი ანალიზი კარნახობს, რომ ფულის დაბრუნება რეალურია. და თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, გაგიმხელთ აქტივების რუკის შექმნის გზას. სწორედ იმ რუქას, რომლითაც ფული თავისით ბრუნდება სახლში, როგორც ბავშვები, რომლებმაც იციან სად უყვართ. ადამიანების უმეტესობა იშოვე დახარჯე პრინციპით ცხოვრობს. ისინი მუშაობენ, დარბიან, ღელავენ, ამაყობენ ახალი მანქანის ან ტელეფონის შეძენით. მაგრამ ფული ჭკვიანი არსებაა. მას არ მოსწონს ისინი, ვინც მას უაზროდ ებყრობა. თუ ფულს როგორც საშუალებას ებყრობით, ის თქვენს მიმზიდველობას ზრდის. მაგრამ თუ მას სათამაშოდ თვლი, ის სწავა და დაბრუნდება იმ ადამიანთან, ვინც მას აფასებს. ეს მისტიკა არ არის, არამედ ფიზიკის კანონივით არის. ეს არის დაკვირვება, რომელიც თაობების მიერ არის დახვეწილი, რომლებმაც ფულის შოვნის ხელოვნება არა ხაერიდან, არამედ საკუთარი აზროვნებიდან აითვისეს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ არსებობს ადამიანები, რომლებიც წარმატების მაგნიტებს გვანან. მათი ბიზნესი იზრდება, ისინი სწორ კავშირებს ამყარებენ და ყველაფერი თითქოს თავისთავად სწორედ გამოსდით. და არიან ისეთებიც, რომლებიც დღე-დაღამე მუშაობენ და მაინც ძლივს ახერხებენ თავის გატანას. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პირველები საკუთარ სისტემას ქმნიან, საკუთარი აქტივების რუკას და მეორეები აქტივების რუკის გარეშე ცხოვრობენ და ხეტიალობენ, როგორც მოგზაური კომპასის გარეშე. ისინი ხარჯავენ ისეთ რაღაცეებზე, რაც მათ ფულს არ უბრუნებს და შემდეგ კიდევ უკვირთ, რატომ აქვს ცარიელი საფულე, მიუხედავად იმ ძალისხმევისა, რაც ამაში ჩადეს. ახლა წარმოედგინეთ, რომ თქვენს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება უხილავი რუკის მიერ არის ნაკარნახევი. ერთი ზრდას იწვევს, მეორე კი დანაკარგს. ერთი გზით ფული მოკავშირედ იქცევა, მეორეთი კი მტრად. მაგრამ ამის გასაგებად, თუ რომელი გზა უნდა აირჩიოთ, უნდა იცოდეთ, სად არის თქვენი ჩრდილოეთი, თქვენი სიმდიდრის წერტილი და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს. ებრაულ ოჯახებში ბავშვებს არა მხოლოდ ფულის დათვლას, არამედ ფულზე სწორედ ფიქრსაც ასწავლიან. ყოველი ლარი მარცვალივითაა, თუ დარგავ, მოსავალს ელოდე. მოგვიანებით, როდესაც პირველად მოვახერხე ფულის შოვნა არა ხელებით, არამედ თავით, მივხვდი, რომ ეს მეტაფორა არ იყო. თქვენი ყველა შენაძენი, თქვენი ყველა ხარჯი, თუნდაც წვრილმანები, ეს მხოლოდ ხარჯი არ არის, ეს სამყაროსადმი მიწერილი გზავნილია. ყველა გადაწყვეტილება ამბობს, ან პატივს ვცემ ჩემ რესურსებს, ან არ ვაფასებ მათ. ფულს ესმის და გრძნობს, როდის ებყრობიან გონივრულად და როდის სიხარბით და სისულელეთ. და დამიჯერეთ, ის ყოველთვის პატივისცემის გზას ირჩევს. მე შევხედრი ვარ ადამიანებს, რომლებმაც დიდი თანხები იშოვეს და ერთ წელიწადში დაკარგეს და სხვები, რომლებმაც მცირე თანხებით დაიწყეს და 10 წელიწადში თავიანთი იმპერია შექმნეს. მათ შორის განსხვავება იღბალსა და ბედში არ მდგომარეობს. განსხვავება აზროვნებაშია. პირველებმა მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდნენ, მეორეებმა აქტივების დაგროვებაზე იზრუნეს, მაგრამ შთაბეჭდილებები სამწუხაროდ დივიდენდებს არ იძლევა. ამიტომ დღეს, ჩემო მეგობრებო, მე შემოგთავაზებთ პერსპექტივას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ თქვენი ფინანსები, არამედ მთელი თქვენი ცხოვრება. ეს არ იქნება ლექცია იმის შესახებ, თუ სად უნდა ჩადოთ ინვესტიცია. ეს იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ შეცვალოთ თქვენი აღქმა, ისე,
რომ ყოველი ნაბიჯი, თუნდაც ყველაზე პატარა, თქვენთვის სასარგებლო იყოს და არა უბრალოდ დაიკარგოს. ბოლოს და ბოლოს სამყაროში, სადაც ადამიანები ხარჯავენ, ჭკვიანი ადამიანი ქმნის. თქვენ შეიტყობთ, თუ რა არის ნამდვილი აქტივების რუკა. არა ინვესტიციების სია, არა ფინანსური ანგარიში, არამედ თქვენი კაპიტალის, თქვენი დამოუკიდებლობისა და სიმშვიდის აშენების შიდა გეგმა. ეს არის რუკა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თქვენი უნარები, კავშირები, ჩვევები, ცოდნა და ისიც კი, თუ როგორ რეაგირებთ სირთულეებზე. მაგრამ სანამ გეტყვით, თუ როგორ უნდა ააწყოთ ის, ერთი რამ უნდა გესმოდეთ. ყველა არ არის მზად დაინახოს სიმართლე საკუთარი ფულის შესახებ. ბევრისთვის ეს მტკივნეულია, რადგან ფული სარკეა, ის ავლენს, ვინ ხართ სინამდვილეში. ის ასახავს თქვენს ხასიათს, თქვენს მოთმინებას, თქვენს თავმოყვარეობას. ზოგი ამას ძალად აღიქვავს, ზოგი კი სისუსტედ. და თუ მზად ხართ გულახდილად შეხედოთ, თუ მზად ხართ გაერკვიოთ, რატომ არ ბრუნდება თქვენი ფული, დარჩით ჩემთან ამ ვიდეოს ბოლომდე. მე გაჩვენებთ, თუ როგორ დააბრუნოთ ის სახში. ბოლოს მიხვდებით, თუ როგორ შეუძლია ერთ მარტივ ებრაულ წესს თქვენი ხარჯები ინვესტიციებად აქციოს და თქვენი ცხოვრება კი მომგებიან პროექტად. მაშინ დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა აქტივების რუკაზე. თუ რატომ ხარჯავთ ისე, თითქოს ფული არასდროს გამოგველევა? იმიტომ, რომ არ გვასწავლიან აქტივების შექმნას, გვასწავლიან მუშაობას. ვიმუშაოთ საყიდლად და არა იმისთვის, რომ ვფლობდეთ. ეს არის მთელი განსხვავება მდიდარისა და ღარიბის აზროვნების შორის. ერთი მაგალითი ბაზრიდან. ათობით ვაჭარი თავისი საქონლის მიმართ ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. სთავაზობდნენ, ფას ამცირებდნენ. ერთი მოხუცი კაცი ჩუმად იჯდა და მომხმარებლები მასთან მივიდნენ. ის ნივთს არ ყიდიდა, ის თავდაჯერებულობას ყიდიდა. ასე რომ აქტივი არ არის ნივთი, ეს არის აზროვნების გზა, რომელსაც ისევ და ისევ მოგება მოაქვს. ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში აკეთებთ, შეიძლება დაიყოს ორნაკადად, აქტივებად და პასივებად. აქტივი არის ის, რაც სარგებელს უკან გიბრუნებს, პასივი კი ის არის, რაც რესურსებს მოითხოვს. ეს უმარტივესია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა საპირისპირო გზით ცხოვრობს. ისინი თავის ირგვლივ აშენებენ ვალდებულებების მყიფე სახლს. ძვირად ღირებული ტელეფონი, კრედიტი, მანქანა სესხით. ყოველთვიურად ეს ნივთები მოითხოვს შესაწირს, ხოლო აქტივები არის თქვენი მინდვრები, რომლებიც მოსავალს იძლევა. მაგრამ როგორც წესი, ადამიანები არ თესავენ. ისინი მხოლოდ მოსავალს იღებენ და შემდეგ უკვირთ, რატომ არის ყველაფერი ცარიელი. მინდა რომ გესმოდეთ, რეალური აქტივები ხშირად არ გამოიყურება მომხიბლელად. ეს არის ცოდნა, რომელსაც იძენთ მაშინაც კი, თუ ის დაუყოვნებლივ მოგებას არ იძლევა. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არ იყენებ, მაგრამ ვისთანაც ურთიერთობას ამყარებ. ეს არის უნარები, რომლებსაც ავითარებ მაშინაც კი, თუ ჯერ არავინ იხდის მათში. თითეული ეს აქტივი თქვენი ფინანსური ციხესიმაგრის საშენი აგურია. ერთხელ მეგობარი წუწუნებდა. ბევრს მუშაობ, მაგრამ ფული არ მაქვს, ყველაფერი ქრება. კითხე, სად მიდის? მე თვითონ არ ვიცი. საკვები, გართობა, ტანსაცმელი. როდესაც მისი ხარჯები დავყავით, აღმოჩნდა, რომ 90% ვალდებულებები იყო. ყველაფერი, რაც არასდროს დაბრუნდება. შემდეგ შევთავაზე მარტივი პრაქტიკა, ყოველკვირეული შესყიდვების ორ სვეტად დაყოფა. რა მოიტანა სარგებელი და რა უბრალოდ გაქრა. 1 წლის შემდეგ
მან მცირე ბიზნესი დაიწყო თავისი ჰობის საფუძველზე და პირველად იგრძნო, რომ მისი ფული მისთვის მუშაობდა. არა იმიტომ, რომ მეტის გამომუშავება დაიწყო, არამედ იმიტომ, რომ უფრო გონივრულად დაიწყო ხარჯვა. ებრაული ტრადიციის თანახმად ამბობენ, რომ ერთი თეთრის დაზოგვა ლარისთვის გამზადებს. მაგრამ ეკონომიურება სიხარბეს არ ნიშნავს, ეს ციკლის პატივისცემას ეხება. როდესაც ცოდნაში ინვესტირებას ახდენთ, ეს აქტივია. როდესაც ყიდულობთ ინსტრუმენტს, რომელიც ფულის შოვნაში დაგეხმარებათ, ეს აქტივია. როდესაც დროს უთმობთ იმ ადამიანებს, რომლებიც შთაგაგონებენ, ეს აქტივია. მაგრამ როდესაც უბრალოდ გარეგნულ ბრწყინვალებას მისდევთ, სხვის აქტივებს კვებავთ და არა საკუთარს. აქტივების რუკა არ იწყება თქვენი საფულიდან, არამედ თქვენი გონებიდან. აიღეთ ფურცელი და დახაზეთ წრეები, მზის სისტემის მსგავსად. თქვენ ცენტრში ხართ და თქვენს გარშემო სფეროებია. ცოდნა, უნარები, ბიზნესი, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, რეპუტაცია. ეს ყველაფერი პოტენციური აქტივია. ახლა გულწრფელად აღნიშნეთ, რომელი მათგანი მოგებას მოგიტანთ და რომელი უბრალოდ ენერგიას მოითხოვს. მაგალითად, თუ უცხო ენას სწავლობთ, ეს თქვენი აქტივია. თუ საღამოებს სერიალების ყურებას უთმობთ, პასივია. თუ ამყარებთ ურთიერთობებს, რომლებიც მხარს გიჭერთ, აქტივია. თუ ურთიერთობთ მათთან, ვინც ქვევით გეკაჩებათ, პასივია. და როდესაც მთლიან სურათს ხედავთ, ნათელი ხდება, სიმდიდრე შემთხვევითობა არ არის. ეს სისტემური აზროვნების შედეგია. გულწრფელად გეტყვით, ყველა მდიდარ ადამიანს, ვისაც ვიცნობდი, ყოველთვის ჰქონდა აქტივების საკუთარი რუკა. ზოგს ონლაინ მაღაზია, ზოგს გასაქირავებელი ბინა, ზოგს კი პატარა წილი ბიზნესში. თუნდაც მხოლოდ მცირე წილი, მაგრამ ის მაინც მუშაობდა და ყოველთვის შემოსავალს ტოვებდა, რადგან აქტივები რაოდენობას არ ნიშნავს. ეს მიმართულებაა, საითაც უნდა მიისწრაფოდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გაქვთ დღეს. ხვალ აუცილებლად მეტი იქნება. მთავარია, რა მიმართულებით ალაგებთ სტრატეგიას. ფულს ზულს ქაოსი. მას სჭირდება წესრიგი, მიზანი და პატივისცემა. როდესაც საკუთარი რუკის შექმნა დავიწყე, მივხვდი, რომ აქტივები მხოლოდ ფინანსებს არ ეხება. ეს ასევე ჩვევებს ეხება. მაგალითად, დღეში მინიმუმ 9 საათი კითხვის ჩვევა აქტივია, რადგან ის აზროვნებას ავითარებს. ჩივილის ჩვევა პასივია, რადგან ის აუფასურებს თქვენს სამუშაოს. ჯანმრთელობაც კი აქტივია. ჯანმრთელი სხეული საშუალებას გაძლევთ გამოიმუშაოთ, იფიქროთ და იმოქმედოთ. ყოველ ჯერზე, როცა ყიდვასა და შექმნას შორის არჩევანს აკეთებთ, აქტივებისა და პასივების გზაჯვარედინზედ გახართ. მნიშვნელოვანია იკითხოთ, ახლა რას ვაკეთებ? ზრდი თუ ვამცირებ? ეს კითხვა კომპასს გავს. ის ყოველთვის გაჩვენებთ, სად არის თქვენი ჩრდილოეთი. გახსოვდეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება. აქტივი აუცილებლად მაშინვე არ მოგიტანთ ფულს. ზოგჯერ ის დროის, ცოდნის, შესაძლებლობებისა და ნდობის სახით ბრუნდება. მაგალითად, ერთხელ მეგობარს დავეხმარე მის ბიზნესში. რამოდენიმე თვე გავიდა, მან დამირეკა და ახალ პროექტში წილი შემომთავაზა. ეს დივიდენდებია, უბრალოდ გადავადებული. ებრაული სიბრძნე გვასწავლის, ნუ მოითხოვ მოსავალს ვადაზე ადრე. დათესე და დროს მიეცი საშუალება თავისი საქმე გააკეთოს. აქტივი არის, როდესაც დღეს ხარჯავ, რათა ხვალინდელი დღე უფრო ადვილი გახადავ. პასივი არის, როდესაც დღეს ხარჯავ, რათა ერთი წუთით თავი ვიღაცად იგრძნო. ეს ხანმოკლე აღრთოვანებაა, მაგრამ გრძელვადიანი დანახარჯი. ახლა თქვენ გესმით, რატომ მდიდრდებიან მდიდრები.
არა იმიტომ, რომ მათ იციან საიდუმლო სქემები, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ რუკა. რუკა, სადაც ყველა შენაძენი, ყველა ჩვევა და ყველა კონტაქტი საშენი მასალაა. შემდეგ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა იმოძრავოთ ამ რუკაზე, რომელი აქტივები გაზარდოთ, რომელი შეცვალოთ და რომელი სამუდამოდ გაუშვათ ხელიდან, რადგან ყველა აქტივი მუდმივად არ მუშაობს და ყველა პასივი უიმედო არ არის. თავარია არსის დანახვა და არსი მარტივია. თუ იცით, რომ ფული თქვენზე მუშაობს, უკვე მდიდარი ხართ. ახლა, როდესაც გესმით, რა არის აქტივების რუკა და რა განსხვავებაა აქტივსა და პასივს შორის, დროა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, პრაქტიკაზე. რადგან ცოდნა ერთია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი სულ სხვაა. ცოდნა მოქმედების გარეშე უსარგებლოა. ის ბაღში დამარხულ ოქროს სკივრს გავს. თითქოს საგანძურია, მაგრამ სანამ არ გამოიყენებ, უსარგებლოა. ამიტომ მოდით განვიხილოთ, თუ როგორ გამოიყენოთ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, რეალურ ცხოვრებაში, ეტაპობრივად. დავიწყოთ პირველი ნაბიჯით, მიმდინარე სურათის ამოცნობით. აიღეთ ფურცელი ან გახსენით ბლოკნოტი თქვენს ტელეფონში და ჩაწერეთ ყველაფერი, რაზეც მიდის თქვენი შემოსავალი ამ თვეში. როდესაც ქახალზე ხედავთ, სად მიდის თქვენი ფული, ძლიერი ბერკეტი გექმნებათ. აქტივი ის არის, რაც უკან გიბრუნებს. მაგალითად, კურსები, წიგნები, სამუშაო იარაღები, ჯანმრთელობა, ხარისხიანი საკვები, ინვესტიციები. პასივი ის არის, რაც შენგან ფულს მოითხოვს ობიექტური სარგებლის გარეშე და რასაც უბრალოდ მოიხმარ. ხარჯიანი მანქანა, ახალი ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდებათ, ძვირად ღირებული გართობა, სესხის პროცენტი, არასაჭირო მომსახურება. ზოგჯერ სასიამოვნოა იფიქროთ, რომ ეს კარგია თქვენი განწყობისათვის, მაგრამ ცარიელი უსარგებლო გართობა რეალურად არ აუმჯობესებს თქვენს განწყობას. როდესაც ყველაფერს აქტივებად და პასივებად დაყოფთ, პირველი ცვლილება მოხდება. თქვენ დაინახავთ, სად არის თქვენი სისუსტეები. არ გჭირდებათ ყველაფრის ერთდროულად შეცვლა, უბრალოდ ჯერ გააცნობიერეთ. შემდეგი ნაბიჯი არის პასივების მინიმიზაცია. პატარა ჩვევა დიდი ცვლილებების საშენი მასალაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაიწყოთ ისეთი აქტივების შექმნა, რომლებიც ახლავე იქნება ხელმისაწვდომი. თქვენს ანგარიშზე მილიონების გარეშე. აქ მოცემულია რამოდენიმე კონკრეტული მაგალითი. პირველი, ცოდნა. ეს თქვენი მთავარი აქტივია. ნებისმიერი ახალი უნარი, რომლის მონეტიზაციაც შესაძლებელია, ინვესტიცია. თუ გსურთ ფინანსური წიგნიერების განვითარება, წაიკითხეთ წიგნები, მოусმინეთ პოდკასტებს და დაუკავშირდით მათ, ვინც მეტი იცის. გახსოვდეთ, ცოდნა ერთადერთი აქტივია, რომლის წართმევაც შეუძლებელია. მეორე, უნარები. ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ეს თქვენი კაპიტალია. ისწავლეთ ფიქრი, გაყიდვა, დარწმუნება და გამოთვლა. თავისუფალ დროს ადამიანს შეუძლია უამრავი საჭირო უნარის შესწავლა. მესამე, ჯანმრთელობა. დააფასეთ თქვენი სხეული. ეს თქვენი ინსტრუმენტია, თქვენი ძრავაა. სათანადო ძილი, სასარგებლო კვება, ვარჯიში, ეს ყველაფერი აქტივია. ამიტომ თქვენი რესურსების ნაწილი დაავადებების პრევენციაში ჩადეთ და არა მკურნალობაში. ეს ინვესტიციაა და არა ხარჯი. მეოთხე, ურთიერთობები. ადამიანები ყველაზე დაუფასებელი აქტივია. ჩვენს გარშემო ასობით შესაძლებლობაა და ის სხვების მეშვეობით მოდის. ისწავლეთ მოსმენა, დახმარება ანგარების გარეშე,
იყავით საიმედო და თქვენ ნდობის კაპიტალს შექმნით. ნდობას ფულით ვერ იყიდი და მისი ღირებულება ყოველთვის იზრდება. მეხუთე, რეპუტაცია. ებრაულ ტრადიციაში არსებობს გამონათქვამი. სახელი არის ის, რაც შენს წინ მოდის. შეასრულეთ თქვენი სიტყვა, შეასრულეთ თქვენი დაპირებები, შეეცადეთ გამორიცხოთ ჭორაობა. რეპუტაცია არის აქტივი, რომელიც კარებს ხსნის, მის ყიდვას ვერანაირ ფასად ვერ შეძლებთ. ხალხს სურს ბიზნესის კეთება მათთან, ვისაც ენდობიან. მეექვსე, ფული. როდესაც გაქვთ დამატებითი სახსრები, ნუიჩქარებთ მის დახარჯვას. ყველაფერს, რასაც შოულობთ, სამ ნაწილად გაყავეთ. მოხმარება, რეზერვები და ინვესტიციები. რეზერვები უსაფრთხოებაა და ინვესტიციები მომავალი. მაშინაც კი, თუ ნელ-ნელა დაზოგავთ, ეს სიმდიდრის ჩვევას ქმნის, რადგან სიმდიდრე არ არის რაოდენობა, არამედ სისტემა. დაიწყეთ მცირედით, დეპოზიტი, პროექტში წილი, სახლის გაქირავება. მთავარია ფულის მოძრაობა. ფულმა უნდა იმუშაოს. ახლა კი დროზე ვისაუბროთ. ეს ყველაზე ძვირფასი აქტივია. ადამიანები მას ისე ხარჯავენ, თითქოს სხვა სიცოცხლე იქნება. დააწესეთ წესი. დღეში 1 საათი ჩადეთ ზრდაში. წაიკითხეთ, ისწავლეთ, დაგეგმეთ. 1 წელიწადში გაგიკვირდებათ, რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება, რადგან პატარა ნაბიჯების ზალა უზარმაზარია. ყოველი დღე რესურს აგროვებს და გარკვეული დროის შემდეგ უკვე სხვა დონეზე ხართ. ახლა კი მაგალითი, ახალგაზრდა ქალი ვიზაჟისტად მუშაობდა. თავისუფალ დროს ის იღებდა ვიდეოებს რჩევებით და აქვეყნებდა სოციალურ მედიაში. 2 წლის შემდეგ მას უკვე ჰქონდა ბლოგი, უამრავი შეთავაზებები და საკუთარი კურსი. სწორედ ეს ნიშნავს უნარის აქტიურად გადაქცევას. არა მხოლოდ იმუშავეთ, არამედ შექმნით სისტემა, რომელიც თქვენთვის მუშაობს. და რაც მთავარია, მოიჩქარებთ. აქტივების რუკა არ არის ერთდღიანი მარშრუტი. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას და პატიოსნობას. თქვენ არ გჭირდებათ იმპერიის აშენება მაშინვე. დაიწყეთ საფუძველით, დისციპლინით და ანალიზით. ამ ყველაფრის გასამყარებლად გაიაზრეთ მარტივი ფორმულა. პირველი, პატივი ეცით იმას, რაც გაქვთ. განავითარეთ სასარგებლო უნარები. მეორე, გაამრავლეთ ის, რაც მუშაობს. მესამე, მოიშორეთ ის, რაც გამძიმებთ. მეოთხე, გაუზიარეთ, როცა შეგიძლიათ. მეოთხე პუნქტი მნიშვნელოვანია. გაუზიარეთ თქვენი ცოდნა, გამოცდილება და სიკეთე. როდესაც სიკეთეს უზიარებთ, თქვენ გვნით ნაკადს, ნაკადი კი სიცოცხლეა. აძლიერებთ კავშირებს, ქმნით კარგ სახელს და ხსნით ახალ გზებს. ყოველი დღე, ყოველი აზრი, ყოველი გადაწყვეტილება ან გამდიდრებთ, ან გაღარიბებთ. შექმნით თქვენი საკუთარი რუკა. მონიშნეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. დაიწყეთ მოქმედება და დროთა განმავლობაში იგრძნობთ, რომ თქვენი ფული ნამდვილად ბრუნდება და შემდეგ მიხვდებით, რომ აქტივების რუკა არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტი. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია. ეს არის გზა, რომელსაც ადამიანი გადის გადარჩენიდან სიუხვისკენ. ბოლოს და ბოლოს სიმდიდრე არ იწყება თქვენი საფულით, არამედ თქვენი გონებით. საქმე იქ არის, სადაც არის წესრიგი, მიზანი და პატივისცემა. ებრაული ტრადიციის თანახმად, მდიდრები არ არიან ისინი, ვისაც ბევრი აქვთ, არამედ ისინი, ვისაც საკმარისი აქვთ და იციან, როგორ გაამრავლონ ის.
გაამრავლონ არა მხოლოდ ფული, არამედ მნიშვნელობა, ცოდნა და კავშირები. ის წყვეტს გარემოების მონობას და ხდება არჩევანის ბატონ-პატრონი. ეს არის ცოდნა, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, როცა გძინავთ. ეს არის ურთიერთობები, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ყოველი დღე ერთი ნაბიჯია. თუ შეამცირეთ არასაჭირო ნივთები, ესე იგი უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი. თუ გსურთ დაეოფლოთ ამ და კიდევ სხვა სასარგებლო ცოდნას, თუ გსურთ ისწავლოთ სამყაროს ინვესტორის თვალით დანახვა და არა უბრალოდ მომხმარებლის თვალით, გამოიწერეთ ეს არხი და შემდეგ თქვენი აქტივების რუკა მიგიყვანთ არა მხოლოდ სიმდიდრისკენ, არამედ სიმშვიდისკენაც. ეს, ჩემო მეგობრებო, არის ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე, წარმატება და სიხარო.